მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მე გახლავარ დავით პოტკოველი, კომპანია HD Forex-ის ანალიტიკოსი და წარმოგიდგენთ ბაზრებზე მიმდინარე მდგომარეობას, დავიწყოთ ევრო-დოლარის წყვილით, სადაც როგორც თქვით, წყვილმა ესე ვთქვათ, მიაღწია ძლიერ წინაღობის დონეს, ეს არის 1.1120 ნიშნული და შემდეგ გააკეთა 100 ლეტა. და აქვე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაზარი იმყოფება 1.1050 ნიშნულის ქვეშ. შესაბამისად, თუ ბაზარმა შეინარჩუნა ეს პოზიციები, იგი გააგრძელებს მოძრაობას დაღმავალ სვლაში და სავარაუდოდ მიაღწევს ბოლო მინიმუმს დაახლოებით 1.0850 ნიშნულს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გადავლახეთ 1.1050 და პლუს ამას, რა თქმა უნდა 1.1120 ნიშნული, მაშინ უკვე შემდეგი მიზანი იქნება 1.12 ნიშნული. რაც შეეხება ფუნტი დოლარის წყვილს, აქ ბაზარზე გაკეთდა კორექცია, ბაზარმა მიაღწია პირველ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვან დონეს 1.25 ნიშნულს, ეს არის ფსიქოლოგიური ბარიერი, პლუს ამას გავაკეთეთ კორექციული უკუსვლა, ვინარჩუნებთ ახლა პოზიციებს 1.24 ნიშნულის ზევით. თუ შევინარჩუნეთ ეს პოზიციები, დიდი შანსია იმისა, რომ გაირღვეს 1.25-50 ნიშნული, ანუ ბოლო მაქსიმალური ფასი და შესაბამისად ჩვენ გვექნება უკვე სვლა 1.28 ნიშნულამდე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ გავაგრძელეთ დაღმავალი სვლა, გველოდება კიდე მხარდაჭერის ძლიერი ზონა 1.23 20 ნიშნულთან დაახლოებით, შესაბამისად მოგვიწევს მისი გარღვევა, რომ შევიდეთ ისევ ფლეტის დიაპაზონში და საბოლოო ჯამში მივაღწიოთ ყველაზე დაბალ ნიშნულს, ეს არის 1.19 ნიშნული. რაც შეეხება დოლარ შვეიცარიულ ფრანკს, აქ ბაზარი წააწყდა ძლიერ წინაღობას, ეს არის 0.9780 ნიშნული, ჯერჯერობით ეს წინაღობა ვერ გადალახა და დაიწყო მისგან დაღმავალი მოძრაობა. იმ შემთხვევაში, თუ ბაზარი გააგრძელებს ამ სვლას ქვევით, მაშინ მოსალოდნელი არის, რომ პირველ ეტაპზე მივა 0.1680 ნიშნულთან, ხოლო მერე უკვე ძლიერ მხარდაჭერის ზონასთან, ეს არის 0.9650 ნიშნული. იმ შემთხვევაში, თუ გავარღვიეთ უკვე 0.9650 ნიშნული, მაშინ უკვე დავიძრებით დაღმავალ სვლაში 0.95 ნიშნულამდე. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გადავლახეთ საერთო ჯამში 0.98 ნიშნული, მაშინ მოსალოდნელია, რომ კვლავ წყვილი დაუბრუნდეს 0.99 ნიშნულს პირველ ეტაპზე და შემდეგ უკვე პარიტეტს. რაც შეეხება დოლარი იაპონური ენს, აქ განვითარდა 105.40 ნიშნულიდან დაღმავალი მოძრაობა, ეხლა ამ ეტაპზე როგორც ხედავთ ორშაბათი გაიხსნა გეპით, მაგრამ ამ ეტაპზე კვლავ აპირებს ბაზარი იმას, რომ დაიძრას დაღმავალი მიმართულებით. შესაბამისად, თუ ბაზარმა ეს მოახერხა, ანუ თუ დაღმავალი მიმართულებით დაიწყო მოძრაობა, პირველ ეტაპზე რაც მას მხარდაჭერის ძლიერი ზონის სახით აქვს, ეს არის დაახლოებით 103 ნიშნული, ანუ აი ეს ზონა შესაბამისად, თუ ეს ზონა გავარღვიეთ, მაშინ უკვე პირდაპირ სვლა გვექნება 100 ნიშნულამდე, რაც მოგცემს ძალიან დიდ შესაძლებლობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბაზარი დაიძრა ზევით, პირველი ესე ვთქვათ, წინაღობის ძლიერი დონე კვლავ მას ელოდება 105.50 ნიშნულთან, აი მაქსიმალურ ფასთან და ამის გარღვევის შემდეგ უკვე დაიძრება ბაზარი აღმავალ სვლაში. რაც შეეხება ავსტრალიურ დოლარს ამერიკულ დოლართან, აქ ბაზარმა როგორც თქვით მიაღწია მის მაქსიმალურ საზღვარს, ფლეტის მაქსიმალურ საზღვარს, ან 0.77 ნიშნულს, შესაბამისად ველოდებით, რომ ან ეხლა გაირღვეს ეს მაქსიმალური საზღვარი, ან პირიქით დაიძრას ბაზარი ქვევით. თუ გარღვევა მოხდება, ანუ პირველ რიგში უნდა გადაილახოს 0.7730 ნიშნული, მაშინ ბაზარი დაიძრება დაახლოებით 0.8 ნიშნულამდე, ანუ 0.80 ნიშნულამდე, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ბაზარი ეხლა წამოვა ქვევით, მაშინ ველოდებით მას კვლავ 0.76 ნიშნულთან, რომელიც არის ფაქტიურად ფლეტის ქვედა საზღვარი, ანუ ფაქტიურად ამ ეტაპისთვის ჩვენ ვდგავართ ერთგვარ ნულოვან ნიშნულთან, საიდანაც ბაზარი ეხლა გარღვევის შემდეგ წავა ზევით, ან პირიქით დაიძრება და მიაღწევს ისევ ფლეტის ქვედა საზღვარს. ხოლო რაც შეეხება დოლარ კანადურ დოლარს, აქ ძალიან საინტერესო მდგომარეობაა, რადგანაც ბაზარმა მიაღწია ძლიერ წინაღობას 1.3450 ნიშნულია. ეს წინაღობის დონე და ვერ გადალახა, როგორც ხედავთ, დღის ანთელი დაიხურა
დიდი ჩრდილით, აღმავალი დიდი ჩრდილით და მოხდა ასხლეტა ამ დონიდან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მთელი ეს სვლა, ეს არის არხისებური სვლა, შესაბამისად ბაზარმა მიაღწია ასევე არხის ზედა საზღვარსაც და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზუსტად აი ეს ნიშნულები ერთგვარად არის წინაღობათა ერთობლიობა, რომლის გადალახვაც ბაზარს უჭირს და ვარაუდობთ, რომ ბაზარი დაიძრება კვლავ დაღმავალი მიმართულებით და პირველი ესეთი სამიზნე ნიშნული, რომელთანაც ღირს მნიშვნელოვანი ყურადღების გამახვილება, ეს არის 1.30 ნიშნული დაახლოებით ეს მინიმუმები და ასევე იგი არის ერთგვარი ფსიქოლოგიური ბარიერი და შესაბამისად აქ რა მოხდება უკვე ამაზეა დამოკიდებული. ხოლო თუ ბაზარმა გაარღვია 1.34-57 ნიშნული, ანუ 1.34-50 ნიშნული საბოლოო ჯამში, ჩვენ ველოდებით, რომ იგი მიაღწევს პირველ ეტაპზე, რა თქმა უნდა, 1.35 ნიშნულს, რომელიც არის ფსიქოლოგიური ბარიერი და ასევე ძლიერი მხარდაჭერა წინაღობის დონე. ყველას გისურვებთ წარმატებულ ვაჭრობას, გმადლობთ ყურადღებისთვის.